დედას მკითხავმა მართლა უწინასწარმეტყველა თქვენი დის გარდაცვალება, რაღაც მისტიური ამბავია მანდაც. ეს პირდაპირ არ უთქვია, მაგრამ ფაქტის მერე თვითონ აღმოაჩინა, რომ ეს კონდათ ნათქვამი, ეს პირდაპირ ვერ უთხრა. უთხრა, რომ 16 წლის ასაკში დაიღუპებოდა გოგონა. თქვენ შეესწრებით გოგონას დაღუპვას და დედაჩემი არ უშვებდა, რომ ეს საკუთარ შვილზე იყო ნათქვამი. დის გარდაცვალებას სიკვდილთან პირველი შეხება იყო? მთელი ცხოვრება შეიცვალა ჩემი ამ ამბის მერე, თვითონ მე შევიცვალე. და შევიცვალე უკეთესობისკენ, იმიტომ რომ ოდნავ ისეთი ვიყავი რა თავდაჯერებული, ცოტა ქედმაღალი, ეს ყველაფერი წამართვა. ლიამ ყველაფერი ეს წაიღო. მესმის ბავშვობიდან პოპულარული იყავით, ნიჭიერი იყავით და ამას ყველა ხედავდა და აღიარებდა და ეს თავდაჯერებულობაც ალბათ ამის გამოძახილი იყო. დის გარდაცვალებამდე მასთან გაბუტული იყავით? კი, იმ წელს ჩავაბარე კონსერვატორიაში და 23 ივლისს ნახესიები რომ მოვხვდი. მაშინ იყო დეპეშები. და დეპეშა გავაგზავნე რომ მოვეწყე. და ბებია და დედა მოახდა გამოცდებს და ბებია და დაიყვნენ ქობულეთში. იქ რაღაც სახლი, პაპისეული სახლი გვაქვს რაღაცა და. და რო ჩამოვედი, აი უცებ რო იზრდება გოგო. ესე იგი არ მყავდა ნანახი 3 თვის და რაღაცა უკვე გოგო იყო, ცისფერთვალება ძალიან ლამაზი იყო და ძალიან ბევრი ბიჭი დაძლებდა რა. და მე ცოტა გავგიჟდი რა. მოდის ლია და ერთ-ერთ 10 ბიჭი მოყვება უკან. აჯერ ამ ბიჭებს ვეჩხუბე. მე ეს გამიბრაზა რა შეჩხუბებიო რა, მეგობრები ვართო რა. და იმათო მე რო დამინახეს ერთად კი არ მოდიოდნენ, უკან მოყვებოდნენ. და მე ვუთხარი ანაირად იქცევი და რაღაცა ესეთი ჯინსის კურტკა გამეცვა უხელო. და ესე ვესროლე. ვიჩხუბეთ. და მე რო ჩავედი არც გავჩერებულა, აფხაზეთში მივქროდი, იმიტომ რომ იქ იყო ჩვენი შეხვედრის ადგილი ჩვენი ტუსოვკის და მატარებელზე მოირბინა. ჯერ ეს კურტკა გადმომიგდო და ესე გამიკეთა და რომ ჩავხვდი, ჩავეხუტე რა. და მე უკან ავედი მატარებელზე და უსიტყვოდ ჩაეხუტეთ და უსიტყვოდ ჩავეხუტე და გამოსრო დაემშვიდობა. დავემშვიდობა. წლების შემდეგ აიხსენეთ, რომ ირაკლი ჩარკვიანს და მას ერთმანეთი მოწონდათ, მაგრამ ვერ გიბედავდნენ და ვერ ამბობდნენ. კი, მე ვიცოდი ეს მაშინაც. ხდებოდით? კი, ხდებოდი და ირაკლისთან რაღაცა უჭირდა ხოლმე ამის თქმა. და ლია საერთოდ ხმას არ იღებდა, მაგრამ ვიცოდი მაგალითად მაია ჯაბოასგან ლიას თავის დაქალს რომ მოუყვა, იქიდან ვიცოდი და ირაკლი მე ხა მაგზნობინა. მაგრამ ესე სიტყვიერად არ მითხრა. მესმის. და მე მითხრა ლია რო გარდაიცვალა, რომ ამოვიდა ჩემთან. დედა თქვენის კიდევ ერთ სიტყვები მინდა წაგიკითხოთ, რომელიც დის გარდაცვალების მერე ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა. მოვიძულე დათო და მხოლოდ მისი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ მომიბრუნდა გული. დედა ერთი პერიოდი საშინელ დეპრესიაში იყო რა. მე რაღაცა დაემართა ფილტვების ანთება რა. ესეთი ძალიან 41 სიცხეებით რა და ბებიაჩიმა დაურეკა ჩამოდიო რა. მაშინ მქონდა პირველი ხილვა ჩემიდის. მე ვიწექი ბებია და დედა სამზარეულოში იჯდნენ და სიცხე მქონდა მაღალი. და მომეჩვენა რომ აი საჰაერო ბუშტები რო არის კალათით. რომ პანჯერასთან ჩამოვიდა საჰაერო ბუშტი და ლია იჯდა. ოღონდ ხილულად მომეჩვენა და ამ დროს დედაჩემი უკვე გვიანი იყო საკმაოდ დაწვა ლოგინში და მე გადაუწექი. გვერდზე ჩაუწექი. უნდა არ მithქვია და ეს იყო რაღაცა თვითონაც იგრძნო რა უთქმელად. ხილვები ხშირად გაქვთ ხოლმე ამის შემდეგ? ხილვები მაქვს ხოლმე და ბედისწერა სულ გვერდზე დადის ჩემთან რა და სიკვდილიც მაგარი მეგობარია ჩემი. იმიტომ რომ თვითონ ანიშნებს ხოლმე როცა უნდა მომაკითხოს და იქნება იქ არ იყო მეუნება. აი ხა სულ ცოტა ხნის წინ 21 დეკემბერს კიდე მოვიდა ჩემთან და გადამორჩინა. და რა მოხდა 21 დეკემბერს? მივყვებოდი ევროვიზიას საბავშვოს საფრანგეთში. და ეხა საფრანგეთში როგორ მინდოდა წასვლა წარმოიდგინეთ, ჩემი უფროსი შვილი, იქ ცხოვრობს. 5 შვილიშვილი და რა მიზეზმა უნდა გადაგადებინოს, ხო? რომ მეთქი რაღაცა თავს არ ვძნობ კარგად. ანუ აი მე თავს არ ვძნობ კარგად ამ მიზეზით სადმე არ გავფრინდე, ეგეთი რამე არ არსებობს რა. თან რაღაცა ფესტივალი მაგ და ეხა 3 დღეს ვერ ჩავაგდებ, აი აბსურდული მიზეზები. და 21-ში უნდა მჯდარიყავი თვითმფრინავში, თბილისი, სტამბული, პარიზი და ზუსტად არ გავფრინდი და 21-ში ვარიკოზული სისხლდენა დამემართა და ესო თვითმფრინავში მომხდარიყო, არ გადავჭება. ასლაპარაკო. აი მართლა მოვიდა და მითხრა რომ არ წახვიდე. ისევ დედის თემას მინდა დაუბრუნდე, ვიცი რომ კონტრაქტებზე ამბობდი თუ არს იმის გამო რომ დედა არ დაგეტოვებინათ, ხო? ხო, მე საერთოდ თელ ჩემ კარიერაზე ვარ ვთქვი
საფრანგეთში მქონდა 5 წლიანი ხელშეკრულება, ამერიკაში მქონდა Skyline სტუდიასთან ხელშეკრულება. და 6 თვეში მორბოდი უკან, იმიტომ რომ ვიცოდი რომ მარტო მე ვყავდი ოჯახს და მშობლებს და ვერ მივატოვებდი ვერაფრით და ჩემ ქვეყანასაც ვერ მივატოვებდი. მესმის. როცა ვაპარაკობ დედას სამშობლოსაც გულისხმობ. რა თქმა უნდა. სცენაზე იდექით, როდესაც იგრძენით, რომ დედა აღარ იყო. დედა უკვე ავად არ იყო, დედას უმალავდი მის დაავადებას მე. და დედაც კვერს მიკრავდა, ვითომ ჯეროდა. თუმცა ხდებოდა. არა, ისეთი ქალი იყო, არ არსებობს არცოდნო და სიმსივნე მქონდა და მე ვეუბნებოდი რომ ნაღრის ბუშტი გახვრიტა კენჭმა რაღაც სისულელეს. იქამ თურქეთშიც ყავდა, პარიზშიც ყავდა და გადარჩენა არ არსებობდა, დაგვიანებული იყო და უკვე ლოგინად იყო. და რომ დამირეკეს რომ ბაქოში უნდა ჩავიდე კონცერტზე. ერთ კვირაში არც მიფიქრია რომ წავიდე, ხა და ამ მდგომარეობაში იყო და ეს ამბად გაიგო. მეორე დღეს უყურებ როგორც ჩვეულებრივი დედაჩემი სულ გამოწყობილი დადიოდა სახლის დასაცმელი არ ქონდა. სიგარეტით ყავით ჩემთან ოთახში შემოვიდა. გავუგუნდი. და ეს ერთი კვირა ჩვეულებრივად გააგრძელა ცხოვრება. არც ლოგინში წევს, სიგარეტს ეწევა, ლაპარაკობს. და სულ ორი დღით უნდა წავსულიყავი და მეთქი ალბათ ცოტა რაღაც და გამაფრინა. ჩავფრინდი, აი დამემშვიდობა ჩვეულებრივად, ეს მახსოვს ეს ჟესტი. და უკრავდით ჩემ ბენთან ერთად და შუა დაკვრის დროს მივხვდი რომ დედა აღარ მყავს. გავაჩერე დაკვრა, ჩავედი ჩემ ცოლთან და მეთქი დედა აღარ მყავს მეთქი და ვერ დამიმალა. მე ავედი სცენაზე, ყველა დედას ეძღვნება მეთქი და თვალი დაუხუჭე და რაღაცა დავუკალე. და არც ერთი შავი ნოტი არ მაქვს აღებული იმ ნაწარმოებში. ეს არის დედაზე მეძღვნილი ნოქციუნს დავარქმევი.